The last 2 years, we fought doing these. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვლენების ასეთ განვითარებამდე მივედით. ეს 2 წელი ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიბრძოდით და ერთ-ერთი მათგანი ძევლების, ცოცხლებისა და გარდაცვლილების დაბრუნება იყო. ამ მიზანს მივაღწევთ. პრეზიდენტ ტრამპის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იყო. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ჩვენს გუნდთან ერთად. ვფიქრობ ჩვენი იმ ჯარისკაცების გამბედაობამ, რომლებმაც ჰამასზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლა გააძლიერეს, ჰამასი იზოლაციაში მოაქცია. სტივ, ჯარედ, მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა იმ ოჯახების საკეთილდღეოდ, რომლებიც საბოლოოდ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს. მინდა მათი და ისრაელის ხალხის სახელითაც გადაგიხადოთ მადლობა. Isolated. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმის განხილვის შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და ვაცნობეთ მხარეებს პასუხი, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩვენი ხალხის ინტერესებს და გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს. ეს იყო ჩვენი ხედვა ომის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომლაპარაკებლები პასუხისმგებლობით გამშვალული ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრნენ. სწორედ ამან მოგცა ჩვენ და წინააღმდეგობის მოძრაობას საშუალება ერთად გვემუშავა და მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რომელსაც ჩვენს ხალხს გმირებს წარუდგენთ. ვაცხადებთ, რომ შეთანხმება შედგა. დასრულდება ჩვენი ხალხის წინააღმდეგო ომი და ცეცხლი სრულად შეწყდება. ეს გულისხმობს საოკუპაციო ძალების გაყვანას, დახმარების შემოსვლას, რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით და პატიმრების გაცვლას. შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდება 250 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის ის პირები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ასევე გათავისუფლდება ღაზის სექტორიდან 1700 პატიმარი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.